არჩევნებამდე 14 დღე რჩება, შესაბამისად მაჟორიტარი დეპუტატობის მერობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს ააქტიურებენ. Როგორია მათი საარჩევნო პროგრამა, რას პირდებიან გამარჯვების შემთხვევაში ამ მომრჩევლებს და რა მოთხოვნები აქვს თავად მოსახლეობას. ნახეთ გიორგი წეროცის რეპორტაჟი. ბათუმის დელფინარიუმის განახლებულ შოუს დაესწრო ქალაქის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან. შოუს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გიორგი ერმაკოვმა კიდევ ორ მაყურებელთან ერთად დღეს დელფინარიუმში მწვრთნელის ამპლუაც მოირგო. ამბობს, რომ მსგავსი ემოცია ბოლოს ბავშვობაში დელფინარიუმში მამასთან ერთად ყოფნის დროს განიცადა. დელფინთან ურთიერთობა ბავშვობაში მქონდა ერთხელ მახსოვს, თევზს ავაჭრებდი მამასთან ერთად, რა სურათიც კი მაგ გადაღებული. არაჩვეულებრივი ემოციებია, არაჩვეულებრივი სანახაობა, რა ვიცი, ემოციები წინვალე. ნაცთავარია ბავშვები იყვნენ ნასიამოვნები. კიმშიაშვილის უბნის ამომრჩეველს შეხვდა მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა. ჩვენ არ გპირდებით, ჩვენ სიტყვას გაძლევთ. ამ სლოგანით გუგუნავა ამომრჩეველს მისი არჩევის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტის სწორად წარმართვასა და ბათუმის ინფრასტრუქტურულ გამართვას დაპირდა. ქალაქის მართვა სწორად, ბიუჯეტის განკარგვა სწორად და ქალაქს ჭირდება მზრუნველი ადამიანი, რომელიც ქალაქს მიხედავს არა მარტო სამ ქუჩას, მიხედავს მთელ ბათუმს. გზები, ციტრუსის რეალიზაცია და წყალი. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურმან ყურშუბაძე შარაბიძეების თემის მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას გამარჯვების შემთხვევაში დაპირდა. პრობლემები ჩვენს თემში ძალიან ბრომადაა. პირველ რიგში უწყლობა, შემდეგ არის იცით ხარ მოგეხსენებათ ციტრუსის მოსავალი, უგზოობა, ეს ყველაფერი მოსაგვარება და ვეცდები, ჩემი ძალისხმევა არ გავიშურო, რომ ეს ყველაფერი მოაგვარო. საარჩევნო პროგრამა გააცნო გორგილაძის დასახლების ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სანაძემ. კანდიდატი ირაკლი ხლონტი რეფორმატორების პარტიიდან ამომრჩევლებს სადარბაზოებისა და ეზოს პრობლემების მოწესრიგებას პირდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ხალხის გვერდში დავდგე, სადარბაზოების პრობლემებია, ეზოს მოპირკეთების პრობლემებია. ასევე ლიფტების პრობლემებია. ბათუმელებს სახეზე ღიმილის დაბრუნებას პირდება ძველი ბათუმის უბნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეთერ ჯორთმენაძემ დღეს საარჩევნო შტაბი გახსნა და ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. დღევანდელი ხელისუფლებაც უნდა შეიცვალოს, საჭარაში ღირსეული უნდა მოვიდნენ, ვისაც უბძვია, ვინც იცის ხალხის ფასი, ადამიანობის ფასი და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის და თავისი ნათესავების კეთილდღეობისათვის. აი ხალხისთვის მე მართლა ასეთი ვარ. ბათუმის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხიმშიაშვილის 21 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი დიასამიძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან გზების მოწესრიგებაზე და ჟილინის არხის გაჩერებულ მშენებლობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დასაქმების საკითხებთან დაკავშირებულმა ჩვენმა წინადადებამ. EAP-ის ესხის პროგრამის შესახებ, იმის შესახებ გავაგრძელოთ უნდა ინვესტორებთან მუშაობა, შეიძლება მეტი ბათუმელი უნდა ძალიან სწრაფად ვეცადოთ, რომ დასაქმდეთ. წყლის სისტემის მოწესრიგებას და საავტომობილო გზების კეთილმოწყობას პირდება ამომრჩევლებს ვალერიან შაინიძე. ბონი გოროდოკის დასახლებაში ერთიანობის დარბაზის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ უბნის პრობლემებს კარგად იცნობს და გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარება შეეცდება. დასახლებას, რომელიც ახლა ვიყოფებით, არ მიეწოდება წყალი. ინფრასტრუქტურა ძალიანადაა ჩამოშლილი. აი სწორედ პირველი ჩვენი სამუშაო გეგმა იქნება, რომ ეს პრობლემა მოსახლეობას რაც შეიძლება მოკლე დროში გადაუწყვეტოთ. კანდიდატებს ამომრჩევლებთან შესახვედრად ზუსტად 2 კვირა რჩებათ.